პრობლემა გვაქვს. და პრობლემა გვაქვს. ჩემს გოჩს გასდის უშუალოდ რამ. გოჭი შეთვე? რა გოჩი შევა? რანაცილია გოჭი? ანუ ესეთი. მართლა გოჭი აქვს მანქანა? გოგო აქვს ჩვენი გოჭი თუ ბიჭი? არ ვიცი, ან და კითხე. ხუდი აქ ეს დახოვლე. ხვალ კითხე. ანუ ხოლმე გაკეთო? კი. ხვალ კეთე. თუ ამინდმა შეგვიწყო ხელი და ხელები რამე შევატურტურა შემედია? ჩაგასხმევენ ბოლოს ანტექს. ხო რამე რა მგონია რა ჟიდა მეხმარო. მე ხო პატარა ხელები მაქვს და თუ რამე უნდა დაშალო მე შევძრები. კი, კაი. აი მაგნაზი ხელებით შეგიშვებ. აბა შენ იჭრი ხოლმე სულ. აი მე რომ მეჩხური ხოლმე რატო იჭრიო და თავს არ უფრთხილდებიო? ეყენებ გაგეკეთებინებ და უნახოთ შენ რა მოგიო. რა ვქნა, რა ნახო, რა გაგიხა აღარ ჩაყო რა მეტი რა. არ სიამოვნებო. როცა გასაკეთებელი რაღაც უნდა გააკეთო. უნდა გამაიყვანო. გამთენიას გიორგის წინასწარმეტყველება ახდა და ტორნადოს განგაშმა გაგვაღვიძა. ჯერ ტელეფონზე, შემდეგ კი ქალაქშიც ჩაირთო სირენები. აქვე სანამინერულებთ გეტყვით, რომ ყველაფერმა კარგად და უნებლად ჩაიარა. ასეთ დროს, როგორც ვიცით, სახლის ყველაზე ღრმად განლაგებულ უფანჯრო ოთახშია შესვლა ყველაზე უსაფრთხო. დამცავ ბარიერს უკეთებთ? აი უკან ისეთი ბარიერი გავაკეთეთ. ეგ რო შევწომე და მეძინა ხოლმე ეგ. გესმის გარეთ, მამ. ამდა იხულა ხროშენებს. ხარი. არა, ჯიგონში მივყავდი ხოლმე და ტორნადო აურავნა. დაახლოებით ასე გავატარეთ 40-50 წუთი, თუმცა დილით ისეთი მზიანი ამინდი იყო, არაფერი ეტყობოდა, რომ წინა დღეს თავბრუ ეხვეოდა ქალაქს. დანარჩენს კი გიორგი განახერთ და მოგიყვებათ. სანამ მანქანის კეთებას დავიწყებ, 1-2 სიტყვას ვიტყვი ამ მანქანის შესახებ. ეს მანქანა დაახლოებით 6-7 თვის წინ ვიყიდე. არის CL 550, რაც ამ კონკრეტულ მოდელს გამოარჩევს თავისი ევროპელი მოძმეებისგან არის ის, რომ არის უკანა წამყვანი. 5.5 ატმოსფეროა, facelift-ამდელი მოდელია და ევროპაში რაც გამოვიდა, ყველა ფორმატი კი იყო და ამერიკისთვის უშვებდნენ ხოლმე მარტო უკანა წამყვანებს, იმიტომ რომ ამერიკელებს ალბათ უყვართ უფრო რეზინის დაწვა. როგორც ეს კლასის კუპეს შეეფერება, სათანადო პრობლემები ამასაც თან ახლავს, რა თქმა უნდა. ABS-ის პრობლემა, როგორც საქართველოში ეძახიან პადუშკები ან ბალიშები. მე როგორც გამიგია, ყველა პადუშკებით მოიხსენიებს. ამაზეც გვაქვს ეგ პრობლემა, მაგრამ ჯერჯერობით ისე არ არის ეგ პრობლემა, წამოჭრილი, რომ მანქანა ძირს დაწოლას არ ითხოვს, მოკლედ რა ჯერ. იქით მიექანება იქითკენ, მაგრამ ჯერ ძირს არ წვევა. აზოტის ბურთები ვინც იცით, მაგეებზე გვაქვს პრობლემა და გამოსწორებადია. დღეს უნდა მოუგვაროთ ისეთი პრობლემა, რაც თითქმის ყველა Mercedes-ის მოტორს ახასიათებს. ზეთის ფილტრის კორპუსიდან და გოჭიდან გაგვდის ზეთები. გადავწყვიტე, რომ მთლიანი კორპუსი შევცვალო. ეხლა შემდეგი საკითხი, რატო ვაკეთებ მე თვითონ და რატო არ მიმყავს ხელოსანთან. მოგეხსენებათ ამერიკაში ვართ. პირველ რიგში, იმიტომ ვაკეთებ მე, რომ მომწონს. მაქვს გამოცდილება, C-კლასი მყავდა საქართველოში W204, რომელსაც 3-დან 6 ცილინდრიანი მოტორი ჰქონდა და არის ზუსტად იგივე მოტორი, ოღონდ წინ რომ 2 ცილინდრი წააჭრა. იგივე პრობლემა მქონდა იმაზე, ცდილება მივიღე საკმარისი, რომ არ შემეშინდეს ამ მანქანაზე ჩემით გაკეთების. მეორე მიზეზი. ამერიკაში, როგორც კი გაიგებენ, Mercedes, BMW-ს, Audi-ს, Porsche-ს, ნებისმიერ გერმანულ ბრენდს, ეგრევე თვალები უნათდებათ. 3-7-იანი ჩამოეყრებათ ხოლმე რა თვალებში, ჯეკპოტი ეგრევე. იძახიან რაღაც არ ამ ქვეყნიურ ფასებს. როცა იგივე Ford-ი რომ მიუყვანო ან ნებისმიერი იაპონური მაგის 1/4 ფასს გეტყვიან. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ამის შეცვლა, ის საქართველოს ფასებს რო შევადაროთ, ჯდება დაახლოებით 100 ლარი და აქ $400-დან იწყება მაგის შეცვლის ფასი. ჩვენ ქალაქ მხოლოდ ერთი სახელოსნოა, რომელიც Mercedes-ებზე მუშაობს და რიგები აქვს რაღაც სასწაული. და სხვა სახელოსნოებს კიდე არავის ხელის მოკიდება არ უნდა. ხელის მოკიდება არ უნდათ, იმიტომ რომ გონიათ რახან გერმანულია, ძალიან რთული სისტემაა, რაღაც ეგეთი უცნაური წარმოდგენა აქვთ. ამაში M273 ძრავია, უმარტივესი ძრავია, თითქმის ყველაფერი ძალიან მარტივი გასაკეთებელია და ამის წინა თაობები M13 ძრავები ხო, აი საერთოდ ძალიან მარტივი სამუშაოა რა. ამერიკაში ეგეთ წარმოდგენა აქვს ყველა ხელოსანს. გაიზარდნენ ამერიკულ და იაპონურ მანქანებზე მუშაობით, არ ეკარებიან რა გერმანელებს. მოდი, ნელ-ნელა დავიწყოთ კეთება. როგორც 5.5 ატმოსფეროს შეეფერება, ზეთები გაგვდის ზეთის ფილტრის ჰაუზინგიდან და გოჭიდანაც. აი ამას წერენ გოჭს. იმიტომ რომ გოჭს გავს ვითომ არ ვიცი. რაღაც BMW-შნიკების შემოტანილი გონია შემოტყუებული.
ამ ნაწილს ვცვლით თლიანად რა. აი ამ ადგილიდან გასდის და კიდე აი აქედანაც ახალი ფილტრიც მოყვა. ეს პრაქტიკულად ზედა აქვს, მოკლედ კაი რამეა. მონახსნელი მაქვს ერთხელ ეგ და ლურსნები დამავიწყდა. ლურსნებს ტენი ხოლმე ღვედის დამჭიმს რო მოუშვებ მაგას შიგნით უკეთებ ეგრე რო არ გაიხსნას. ჯერ მოუშვებთ ცებს, მერე თერმოსტატი უნდა მოუხსნათ, თერმოსტატი რომ მოუხსნათ, მაგისთვის შკივია მოსახსნელი, სავარაუდოდ აი ეს შკივი თუ ჩანს ჰიდრაულიკის ნასოსის წინაური დამჭერი. და ნუ იდეაში აი ეს გადამყვანიც რა, ჰიდრაულიკის ნასოსიდან გამომავალ შლანგის დამჭერის გადამყვანიც უნდა მოიხსნას. წესით გიოს მანქანის გაკეთებაში უნდა დავხმარებოდი, მაგრამ ჩამეძინა და ამიტომ ჩაკვეტებული რუბრიკა მოვიფიქრე. ამას წინათ გივამბობ და ყველაფრის მარკეტინგულ მხარეზე შეგიძლია საუბარი და თავი უნდა გამოვცადო მაინტერესებს Mercedes-ს თუ შეიძლება ვალავარაკს. ტექნიკურად მანქანების გიორგისავით არ გამიგება, მაგრამ სამაგიეროდ სხვა მხარიდან ვიცნობ მანქანებს. და სხვა შორის თუ კი ისე უყურებ და აღიქვა ყველა კომპანიას როგორც ბრენდს, არანაკლებ საინტერესოა ეგ მხარეც. და Mercedes-იც არ არის გამონაკლისი, მაგრამ მოვშ ძალიან ბევრი საინტერესო კომპანია გაუკეთებია და რამდენიმე თქვენთან ერთად გავიხსენებ, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, რომ გემახსოვრებათ მათ ბევრი მათგანი. გიომ უკვე გაგაცნოთ Mercedes-ის ეს მოდელი, მე კი ის მინდა რომ გაგახსენოთ რამდენიმე კარგი და ცუდი რეკლამა. Mercedes-ის საკუთარ მომხმარებელთან პოზიციონირებს როგორც სანდო ინოვაციური, კომფორტული ბრენდი და ხაზს უსვამს ყოველთვის თავის კომუნიკაციაში კლასს. უმეტესად მოცემულ პირობას ამართლებს კიდეც, ხოლო როცა ბრენდი ახერხებს გაცემული პირობის შესრულებას და თან ზურგს უმაგრებს ხარისხიანი პროდუქტივე და ტანდემში მოდიან ერთმანეთთან, სარეკლამო კამპანია და პროდუქტი, ეს იდეალურ შედეგებს დებს და ამის ერთ-ერთი მაგალითი უნდა გაგახსენოთ, რომელიც მგონია რომ გახსოვთ. Sorry. მე მახსოვს ეს რეკლამა რომ გამოვიდა ყველა ბიჭს და ყველა დიდ ბიძიას ტელეფონში ქონდა ჩაწერილი და პატარა ბავშვებს გთხოვდნენ ხოლმე რომ Bluetooth-ით გადაგვეწერა ერთი ტელეფონიდან მეორე ტელეფონში. ეს წარმოიდგინეთ რა დროა. ეს კი ძირითადად მაშინ ხდება, როდესაც სარეკლამო კამპანიები დაგეგმილია ძალიან კრეატიულად და სარეკლამო კამპანიის უკან დგას ძალიან კარგი და ხარისხიანი პროდუქტი. ეს კი კარგი კრეატიული გადაწყვეტის შედეგია და მთლიანი კამპანიაც გამართლებული აღმოჩნდა, რადგან თვითონ პროდუქტი და ბრენდის დაპირება ერთმანეთთან თანხვედრაში მოდიოდა და იდეალური ტანდემი შექმნეს მე თუ მკითხავთ. ვიღებ ესეთ ბოლტს. ანუ ბოლტის კბილები კარგი გვაქვს რა ამ შემთხვევაში პირიქით. თორე ბოლტს გამოვცვლიდი რა უნდა ამას გამოვწერდი რა ბოლო. შიგნით არის რა, ანუ ამას გამოყვა სპირალი, სპილენძია და მაგიტო. კი არა და ალუმინია რა. და შიდა კბილები გაიქლება. მოკლედ სპილენძს ვიღებთ ესე ამის სიგრძეზე დავჭერი. იმდენად რბილია სპილენძი, რომ შიგნით დაიჭყლიტება რა ბოლომდე. და ესე უყოლებთ რა და რო უყოლებთ თან თავიდან მიჩაქუჩება დაჭირდება. შეიძლება მეტი სპილენძი დამჭირდეს, ახლა ჯერ არ ვიცი. ერთ ცალს მაინც დავამატებ ესეც. სპილენძი იმდენად რბილია, რომ გადაჭერის მომენტში იზილება კედლებზე რა და კედლებში პატარა კბილები მაინც დარჩენილია. ამას იდეაში 25 ნიუტონი ჭირდება ძალა, ანუ არ არის რა ბევრი. მით უმეტეს სუქოდა ბოლტია და იქვე აქვს გვერდებშივე ახლოშივე ორი ცალი, რომელსაც უჭირავს ყველაფერი. და ეს ქვემოთ იშვება რა. ხო და დიდი ძალის ხმევა, ანუ დიდი ძალა ამას არ ადგება, არც დიდი ძალით არ უნდა დაჭერა, უბრალოდ უნდა რომ ოდნავ უკბინოს და ოდნავ მიაჭყლიტოს. ამ ხრით გამოვიყენებ რისთვის მოხსნეს, რატომ მოხსნეს, რას ერჩოდნენ ამ ერთ საწყალ ბოლტს, რომ ცხვირი წააძრეს ან Mercedes-მა რატო გააკეთა ისე რომ მარტო აქ კბილები და აქ არაფერი ტყუილად ტრიალებს, არ ვიცი. მაგრამ ვცდით აი ამას. Quick update. გამოვიდა. ძალიან მაგრამ მუშაობს, აი ჩაასიკვდილა რა ბოლომდე, აი საკაიფოდ დაასვა, კაროჩე. ძალიან მაგრად დასვა, მოკლედ ეგ ბოლტი. სხვა ბოლტები რა ძალითაცაა დაჭერილი, იგივე ძალით დამაჭერინა. მოკლედ თუ ეგეთი სიტუაცია გაქვთ, შეიძლება გიშველოთ. სამ მანქანას აკეთებს ჩვენ შეგვიძლია გავუგრძელოთ ჯორაობა. ხშირად კომპანიები ისეთ დაპირებებსაც იძლევიან, რომლებსაც ვერ ასრულებენ და ხელში რჩებათ უბრალოდ ლამაზად გაფორმებული კამპანია. ამის კარგი მაგალითი კი ეს ვიდეო იქნება, რომელსაც გარბენით გაჩვენებთ. This is me. You can feel my energy. And energetic, powerful. წელს Mercedes-მა გამოუშვა C63 SE performance მოდელი, რომელიც წინა მოდელებისგან განსხვავებით იყო 4 ცილინდრიანი. ვინც C63 იცით, გეცოდინებათ, რომ C63-ში
მანამდე არასოდეს ყოფილა 4 ცილინდრიანი ძრავი. ყოველთვის 8 ცილინდრიანი ძრავით იყო ხოლმე ეს მოდელი. ამ წელს კი W206-ში ჩადეს 4 ცილინდრიანი ჰიბრიდული ძრავი, რომელმაც ძალიან ცუდი უკავშირი გამოიწვია მომხმარებლისგან. ეს არის სუფთად მომხმარებლის გამოცდილება, რომ ამ მოდელისგან არასდროს არ ელოდებოდნენ არც ეკოლოგიაზე მორგებას, არც 4 ცილინდრს და მით უმეტეს არც დაბალ ხმას, არც იმ სიახლეებს, რაც მოკლედ ამ მოდელში ჩადეს. შესაბამისად შემცირდა გაყიდვები, შემცირდა კარგი ნათქვამი არის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სადილერო იყო, სადაც საერთოდ არ ყოფილა შეკვეთები და მოთხოვნა ამ მოდელზე. ამის შედეგად ამერიკაში მაგალითად 40,000-ად უფრო იაფად შემოაქვთ, ვიდრე ევროპულ ბაზარზე. როგორც მოვიძე, სულ რამდენიმე მიზეზი სახელდება მომხმარებლებისგან, რის გამოც არჩევანს აღარ აჩერებენ ამ მოდელზე, არადა მათი ლოიალური მომხმარებლები იყვნენ. ერთი არის ფასი და ეს ფასი არის სადღაც $115,000-მდე ღირს ეს მოდელი. მეორე ეს არის ძრავის ცვლილება და მესამე წონა და ხმა. ამის საპასუხოდ მინდა განახოთ ამ მოდელის წინა თაობის კამპანია, სარეკლამო კამპანია და თქვენ თვითონ შენიშნავთ სხვაობას სარეკლამო რგოლში. თავისი ინსაიტებით, თავისი შინაარსით, თავისი პარალელებით, ხმით და მომხმარებლის გამოცდილებით. თქვენ ციგნოთ რამდენად სხვანაირად გესაუბრებათ ბრენდი, მაშინ როდესაც მოცემული პირობის გამართლებას თვითონვე აპირებს და შეუძლია კიდეც. This is your life. Nobody can stop you. Listen to your heart. Overhead. Take your own path and conquer new grounds. There are no limits if you don't accept them. This is your life. Keep the spirit. Because life is a journey. Your journey. Never stop challenging. რა ხდება ამ ვიდეორგოლში? მთლიანი სარეკლამო ვიდეორგოლი აგებულია კონკრეტულ შინაარსზე, რომელსაც ინსაიტს ვეძახით ხოლმე სარეკლამო სფეროში. რატო იწვევს აი დაბურცგულას, როცა უყურებ, თითქოს მიუხედავად იმისა, მოგწონს თუ არა მანქანები, ან შეიძლება ეს მოდელი საერთოდ საერთოდ მე მაგალითად რამდენჯერაც უყურებ, იმდენჯერ რაღაც ჩემი მახსენდება და კავშირს მაინც პოულობ. მიუხედავად ჩემი ასაკისა, მიღწევისა, კლასისა, ყველა ადამიანს ყავს თავისი შინაგანი ბავშვი, რომლის გახარებაც და ოცნებების ახდენაც უნდა და ზუსტად იმ შინაგან ბავშვს ესაუბრებიან, რომ ეს პროდუქტი, რასაც ჩვენ გთავაზობთ, ისაა, რაც მას ოცნებებს აუხდენს. ჩემს მაგალითად ძალიან შთამბეჭდავია ხოლმე მსგავსი კომუნიკაცია და ვაფასებ დაფასების დონეზე ვაფასებ ხოლმე ძალიან. ეხლა თან გიორგი შევხედავთ, მგონი რაღაც საინტერესოს აკეთებ. ნახე ვის გაეღვიძა. დილას ადრე ადგა და ჩაეძინა ჩემს სიცოცხლეს. მეც მომენატრე. ხოქენი ხელები ხوارი ინეში. არ მიტკენი, არ გამიჭრია წესთ არაფერი, მარტო აი ამის ქვემოთ. კაი ხოქენი. კი, ძალიან კაი ხოთონები აღმოჩნდა. მორჩი? კი, აი ნაწილი შევცვალე, დავაყენე. ძველი ნაწილი აგერ გდია. ხო და აუ ის ქვედა ბოლტი გამომივიდა, გავაკეთე. ეხლა მღვედი გადავაცვი და სადეტო ოპერაციაში შიგნით ხო იცი მე გართულებები იცის. ეგ მანდ მიდევს სულ. ეგ არა, მაგრამ აი ეს დამრჩენია რამოდენიმეჯერ ეს და კინაღამ გავუტეხე რომ დავაფარე. ეს ესე აი ეს პლასმას. ეს აკიფარება წინ. და ეხლა კინაღამ შტეკერი დამრჩა შეურჭობელი და ეხლაც კიდევ ვფიქრობ რომ არ დამოვიწყდეს, მაგრამ იცი რატო გავჩერდი? ხვედის გადაცმაზე ყოველთვის ძალიან წვალობ ხოლმე და ეხლა ძალიან მარტივად გადავაცვი და ვფიქრობ რამე არასწორად ხوار გავუტარე თქო რა. არ ვიცი ძმო, მე არ ვიცი რა ვიცი. დაკოკი და რა დროს დაკოქოა? ჯერ ანტიფრიზი არ გვაქვს. რა უნდა ვიყიდეთ ხო ანტიფრიზი? მაგ კი, არა ეგ პრობლემა არ არის. გისმენ. გისმენ. შია. აი მორჩები და კი. ვარ დავიწყო. ჩემი გუფთები შეგწინა, ბაგუში გამიკეთებინე. დაიწყე. მე გაგეკეთებინე? შენ არ მითხარი რომ გააკეთეო? აუ შტეკერის შეერთება კიდე მოვიწყდებოდა. შტეკერი აშკარად ხვედის გადაცმამდე უნდა შემერთებინა. მიყვარს სირთულეები. დაიმახსოვრეთ ხალხო, შტეკერი შეერთეთ, სანამ რემენს გადააცვალთ. შევიდა. მე მაგ პატარა ხელები გნაშო. ხო და დაიმტრო ყველა ფრჩილს. მოკლედ. ძალიან. და ძალიან დასრული ამ მომენტში. მატორიდან სიცხერო ამაში არ შეიპაროს, გარედან ესე თერმული პირველად ნახე ეს. რაღაცა დაწნული. ხელი არ გაგიშვა.იდან გადმშვილი გოგო ვარ სხვადასხვაურის და ძალიან უცნაური ჩემს ასეთები არ ქონდა. ფიქს ასეთები არა აქვს. კი. ვიცი.
ჩემი სპეციალურსნები ესენი. სპეციალურსნები ამოვაძრე. ეხლა ღვედს ვამოწმობ ყველგან კბილებზე კარგად თუზის. აგერ ვალვოლაინის G48. კიდე მავიწყდა. აი ეს მავიწყდება. 1 ვოლტი. ის ისტორია უნდა მოგვიყოთ სახში რა დამხდა ყველა დრო. რა დაგხვდება მითხარი. რა დამხდა და ახალი ჩამოსული ვარ და ჩვენ სამზარეულოს უჯრაში კარტოფილის გვერდით აი ესეთი რაღაცები აღმოაჩინა. მანქანის რეზონატორები. გესმის ხმები? კი. წყურია. წყურვალი. ბარემზეთი შევამოწმოთ. რეალური ლეველია ზუსტად შუაში. და კითხვა, სად არის წყალი? აბაზანაში. დეკაი გადამირჩა. ჰაგიო. ეხლავე. აუ მე ჩავასხამ რა. გიო, ჩამოსხმევინებ? ჩაასხი. სულ უნდა ჩავასხა? რამდენიც შეეტევა? მე დავქოქავ და დავამატებ კიდე. ეს რო გააპილპილე რა არის? ბევრი დამჭირდებოდა ვიცოდე? დალი პატარა, დალი. აუ, თუ პირამდე მეტი არ ჩაასხა. პირამდე ხო ზუსტად გაპილპილებულია. ჭყაპუნებს. მე ვაჭყაპუნებ. ეს თავისით დაჰაერდება, ეხლა დავქოქავ და. აი დაახლა. აი, ამოიჭყაპუნა, ნახე, ამოდის. მე ჩეკები ხო არ მაქვს. არა. არაფერი. არაფერი არ უნდა. სალსაბურაოს აკლია სენსორი და მაგას გუჩვენებს და იმეჩს. შვენიერი ცოტა ხანი იმუშაოს ახლა. წყლის ტემპერატურა აიწევა. ჯოუ დავქრათ ახლა მოვჭით? მოვჭით ხო, ცოტა ტემპერატურა ავიდეს, ჩავაქრობ მანქანას და მე შემდეგი დაქოქვისას უკვე წყალს დავამატებ და ეგა.